შემცირდება თუ არა საწვავის ფასი, რა შედეგი დასრულდა ნავთობ კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა. ფასების რეგულირების საკითხზე სამთავრობო კომისიასთან დისკუსია დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა. მანამდე შეხვედრები შედგა ფარმაცევტულ კომპანიებთან, ასევე მწარმოებლებთან, ქსელური მარკეტების, სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან. შალვა სუმბაძე მუშაობს ამ თემაზე და ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. უფრო დეტალურად მოვისმენთ მისგან გაკეთებული განცხადებების შესახებ. შალვა, გისმენთ. ნავთობ კომპანიების წარმომადგენლებმა უკვე დატოვეს მთავრობის ადმინისტრაცია, თუმცა არც ერთ მათგან მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია და შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს, რა ის შესახებ შედგა საუბარი, თუმცა ბუნებრივია ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ფასების შემცირება საწვავზე და როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, სურსათის ფასებისგან განსხვავებით ამ შემთხვევაში ევროპულთან შედარებით საქართველოში საწვავის ფასი შედარებით მცირეა, რაც განპირობებულია სწორი ფინანსური და ეკონომიკური პოლიტიკით, მათ შორის აქციზის გადასახადით, რომელიც დაახლოებით 3-ჯერ უფრო ნაკლებია ვიდრე ევროპულ ქვეყნებში, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ევროპულთან შედარებით საქართველოში საწვავის ფასები მაინც მცირეა, როგორც ამ შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, კიდევ არსებობს გარკვეული რესურსი იმისათვის, რომ ფასების შემცირება მოხდეს და სწორედ ამ საკითხებზე მიმდინარეობდა მსჯელობა მთავრობის ადმინისტრაციაში. 7 კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა მსხვილი კომპანიის ამ შეხვედრას, ასევე იმპორტიორთა ასოციაცია იყო წარმოდგენილი და შესაბამისად მათ ჰქონდათ შესაძლებლობა პრემიერ-მინისტრთან განეხილათ ყველა ის შემადგენელი კომპონენტი, რაც ფას წარმოქმნას განაპირობებს, ასევე განეხილათ ის შესაძლებლობები, რომელიც ფასის კლების მიმართულებით არსებობს, მათ შორის შეხვედრაზე შესვლამდე ნავთობ იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელს ვკითხეთ, არსებობდა თუ არა რაიმე რესურსი და მაგალითად აქციზის გადასახადის გაუქმება იქნებოდა თუ არა, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა ფასის კლების, თუმცა მან აღნიშნა, რომ ეს არის ერთჯერადი ეფექტი და უფრო სხვა ფორმით იქნებოდა მუშაობა საჭირო და სავარაუდოდ სწორედ ამ თემებზე შედგა შეხვედრაზე საუბარი. საშუალო ევროპულ ფასთან შედარებით საქართველოში საწვავის ფასები არის დაბალი, საგრძნობლად დაბალი, რაც განპირობებული არის იმ საგადასახადო კანონმდებლობით, კერძოდ აქციზის განაკვეთით, რომელიც არის 3-ჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე ევროპის ქვეყნებში, შესაბამისად ქართული ფასები ევროპულთან შედარებით დაბალია, თუმცა ამის მიუხედავადაც ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საწვავის კომპანიებთან, რათა მოვნახოთ სივრცე ფასების შემდგომი კლების. ფასებს თუ შევადარებთ ევროპის ქვეყნებს, ჩვენ ვხედავთ, რომ საგრძნობლად ნაკლებია საქართველოში საწვავის ფასები, რაც რა თქმა უნდა განპირობებულია იმ სწორი პოლიტიკით, რასაც საქართველოს მთავრობა ატარებს უშუალოდ აქციზის საფასურთან მიმართებაში, რომელიც საშუალოდ არის 3-ჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე ეს არის ევროპის ქვეყნებს შორის და ეს არის რა თქმა უნდა მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, თუ რატომ არის საქართველოში საწვავი უფრო იაფი, ვიდრე ევროპის ქვეყნებთან მიმართებაში. ჩვენ მიუხედავად ამისა, ამ მიმართულებითაც ვაგრძელებთ მუშაობას. მინდა რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ინკლუზიური, რაც შეიძლება საზოგადოების მეტი ნაწილი ჩაერთოს პროცესში და საბოლოო ჯამში კომისიის მიზანი არის, რომ დეტალურად გავეცნოთ ბიზნეს პროცესებს, რა საოპერაციო ხარჯები არის ბიზნესში, რა პრობლემები აქვს ბიზნესს, რომ დავახმაროთ ბიზნესს, რომ მაქსიმალურად ოპტიმიზაცია შეძლონ საოპერაციო ხარჯებით, რაც შედეგობრივად აისახება სამხარებელ ფასებზე, კლების დინამიკაზე და მიგვაჩნია, რომ არსებობს რესურსი, თუ კი ბიზნესი, საზოგადოება, ექსპერტები, პარლამენტი ერთად მოვინდომეთ, რომ შევძლოთ ფასების შემცირება. ნავთობ კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრით, ასე ვთქვათ, მთავრობის ადმინისტრაციამ დაასრულა შეხვედრები ყველა იმ სამიზნე სექტორის წარმომადგენელთან, რომელშიც დაგეგმილია, რომ ფასები უნდა შემცირდეს. შეხვედრა გაიმართა როგორც დისტრიბუტორებთან, ასევე საცალო ქსელების წარმომადგენლებთან, შემდგომში იყო მედიკამენტების, სურსათის მწარმოებლები და საბოლოოდ საწვავი. სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის შემდეგ უკვე მომდევნო კვირიდან აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა საპარლამენტო კომისიის ფარგლებში დაიწყება, საკანონმდებლო ორგანოც თავის მხრივ იმსჯელებს იმ შესაძლებლობებზე, რომელიც მათ ხელშია იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში მოხერხდეს ბიზნესთან კომუნიკაციით ფასების შემცირება. მადლობა შალვა სუმბაძე იყო პირდაპირ ეთერში.